საუბარი ივანე ოქროპირი ზესთან ჩენობის შესახებ. ეს საუბარი იქნება თავისებური გაგრძელება გაბრიელ ეპისკოპოსის კომენტარისა დღევანდელ სახარებასთან დაკავშირებით. იყო ბუნებით სულელი დანაშაული არ არის, მაგრამ ზედმეტი ჭკუისაგან თავის გასულელება არ გეპატიება და დიდ სასჯელსაც დაიმსახურება. ეს ეხება იმ ბრძენთ, რომლებიც ბევრს ფიქრობენ საკუთარ თავზე და ეუფლებათ უკიდურესი ზესთამჩენობა, რაც ყველაზე მეტად აკარგვინებს კაცს ჭკუას. ზესთამჩენობა მოგესალმებათ, ეს არის თავისებური აირსახეობა ამ პარტავნებისა სიამაყისა, ანუ განდიდება. წინასწარმეტყველი ამიტომ ამბობს ბარბაროსს, სულელმან სულელნი თქვენეს, რომ დარწმუნდე მის უგუნურებაში მოусმინე ამ ბარბაროსის სიტყვებს. ზედაით ვარსკვლავთა ცისაითა დავდგა საყდარი ჩემი, დავждე მთასაზე და მაღალსა და კვიდროსანი სრული მოვიღო. დავიფყრა ხელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე და ვითარცა დატყვევებულნი კვერცხნი, აღვიხვნე იგინი. რა უნდა იყოს ამ სიტყვებზე უფრო სულელური? თავმოწერნეობით ნათქვამი ყოველი სიტყვაც იოლად იმსახურებს ამგვარ შეფასებას და თუ მე გაგიმეორებ მზვაუბრობით შეპყრობილთა ყველა გამონათქვამს ვერ გაარჩევ, ამას ამბობს ქედმაღალი თუ სულელი. მასადამე ორივეს ერთი და იგივე ნაკლი აქვს. ერთმა ბარბაროსმა თქვა, მე ღმერთი ვარ და არა კაციო. მეორემ, ვინ არს ღმერთი, რომელმა განგარინეს თქვენ ხელთაგან ჩემთაო. ფარაონმა არა ვიცი უფალი, არცა განუტევო ისრაელიო. დავით წინასწარმეტყველის მიერ ნახსენებმა უგუნურმა კი თქვა გულსა შინათვისა, არა არს ღმერთიო. ასეთია კაინიც, რომელმაც განაცხადა, ნუ მცველი ძმისა ჩემისაი ვარმე. ახლა განასხოვებ, რომელი სიტყვა ეკუთვნის ზესთამჩენთ და რომელი სულელს. ზესთამჩენობა არის გონების განდიდება, რომლისთვისაც უცხოა ზომიერების დაცვა. მისგან კაცი შეიძლება იქცეს სულელად ან პატივმოყვარედ. სიბრძნის თავი არის შიში უფლისა, სისულელის სათავე კი არ ცოდნა უფლისა. მასადამე სიბრძნია ცოდნა ღმრთისა, ხოლო სისულელე უმეცრება, რაც სიამაყიდან იბადება და რა კი მისი საწყისი არის არ ცოდნა უფლისა, მაშინ გამოდის, რომ სიამაყე უდიდესი სისულელია. ასეთი იყო ნაბალი, ის ზესთამჩენობამ ჭკუიდან შეშალა, ბოლოს კი შიშით მოკვდა. როგორც კი დაკარგავს კაცი კეთილ გონიერ ზომიერებას, სულიერი დახსნილობის გამო ხდება სულმოკლეც და თავხედიც. სასიცოცხლო ძალთა თანაფარდობის დარღვევით სხეულის სუსტდება და ყოველგვარი სნეულებით ავადდება. ასეა სულიც, როცა დაკარგავს თავის ამაღლებულ განწყობას და შეძენილი სიმდაბლის ჩვევას, სნეულდება და ხდება სულმოკლე, უტიფარი, შეშლილი. იგი თავის თავსაც ვეღარ ცნობს და როგორღა შეიცნობს თავისზე მაღლა მდგომს. გონება არეული იმასაც ვერ არკვევს, რაც თვალწინ უდგას. დაბრმავებული თვალისათვის მთელი სხეული ხომ ბნელშია გახვეული. ასე ემართებათ ზესთამჩენთაც. ისინი გონება არეულნი და ბუნებით სულელებზე უფრო საბრალონი არიან. რა კი იწვევენ სიცილს, როგორც მეორენი და ზიზღალს, როგორც პირველნი. მართალია გონება არეულები არიან, როგორც ბუნებითაც შეშლილნი, მაგრამ ისეთივე სიბრალულს არ აღვიძრავენ, სულელებივით იქცევიან, მაგრამ მათსავით არ მიეტევებათ და მხოლოდ ზიზღს იწვევენ. ზესთამჩენთ აქვთ
შეშლილთა და ბუნებით სულელთა ნაკლებ, მაგრამ მათსავით არ იმსახურებენ შენდობას, რადგან სიცილს იწვევენ არა ოდენ სიტყვებით, არამედ მთლიანად თავიანთი ქცევით. მითხარ, რატომ იწონებ თავს, რატომ დადიხარ ფეხის წვერებზე, რატომ ხარ წარბებ აზიდული, გაბღენძილი, დააბიჯებ თითქოს მიწას ფეხს არ აკარებდე და თავი ყველაფრის მეუფედ წარმოგიდგენია. არადა თმის გაჭაღარებასაც კი ვერაფერს უხერხებ. იქნებ გინდა კიდეც ამოგეზარდოს ბრთები, რათა მიწას მოსწყდა. იქნებ გსურს სასწაული მოახდინო. ახლაც განა საკუთარი თავისაგან არ ქმნი სასწაულს, როცა შენ კაცი ფრენაზე ფიქრობ. უმჯობესია ითქვას ქედმაღლობით განლაღებული უკვე შინაგანად დაფრინავ. რა გიწოდო? რით შევმუსრო შენი ზესთამჩენობა? დაგიძახო რომ ხარ ფერფლი, მიწა, კვამლი, მტვერი, ერთი მათგანიც კი არ შეესაბამება ზუსტად იმას, რისი გამოხატვაც მსურს. მინდოდა წარმომეჩინა ამაღი კაცის მთელი თავმომწონეობა და სიცარიელე. რა ნიშანდობლიობა უნდა მოვძებნო მას რომ მიუსადაგო. ვფიქრობ ის გავს შალას, რომელიც აალებისთანავე წამოიწვევა და ამოიბურცება, მაგრამ ხელის მსუბუქად შეხებითაც კი ჩანაულდება და მისგან ფერფლზე უფრო თხელი ფენაღა დარჩება. ასეა ამპარტავანის სულიც, მისი ცრუ სიამაყე შემთხვევით მამ შეხებამაც კი შეიძლება მიწასთან გაასწოროს და გაანადგუროს. ყველა ზესთამჩენი, როგორც წესი, სუსტია. ისინი წყალში გაჩენილი ბუშტუკებივით სწრაფად სკდებიან და სწრაფადვე იღუპებიან. თუ ამის არ გჯერა, მომიყვანე თავხედი ზესთამჯერნი კაცი და დაგანახებ, რომ უბრალო გარემოებებში იგი მეტ სულ მოკლეობას გამოაჩენს, ვიდრე სხვა ვინმე დაცემის შემდეგ. როგორც კი მოედება ალი ფიჭხს, იგი მყისვე იფერფლება, მორებს კი ძნელად ეკიდება ცეცხლი. სამაგიეროდ დიდხანს ანთია, მტკიცე და შეუზრველი სულებიც ძნელად აღინთებიან და დიდხანს იწვიან, ხოლო სულმოკლე მყისიერად აალდება და ნაცრად იქცევა. რა კი ეს ვიცით, გავიწურთვნათ მდაბალად და ზრახვაში. ის ყველაფერზე ძლიერია, ქვაზე მაგარი, ალმასზე მტკიცე, უფრო საიმედო, გვიცავს ვიდრე ციხესიმაგრეები თავიანთი გოდოლებით და გალავნებით. იგი მიუდგომელია ყველა ეშმაკეული მზაკვრობისათვის. ზესთამჩენ კაცს ყოველი შემხვედრი მოერევა. ზესთამჩენობა წყალში გაჩენილი ბუშტუკებივით მალე სკდება, აბლაბუდასავით მსწრაფად წყდება, კვამლივით იფანტება. ასე რომ მყარ ქვაზე დასამკვიდრებლად დავივიწყოთ ზესთამჩენობა და შევიყვაროთ მდაბლა და ზრახვა. მაშინ სააქაოდაც ვპოვებთ სიმშვიდეს და სამომავლო ცხოვრებაშიც დავტკბებით ყველა სიკეთით. არაერთი ადამიანის ცხოვრება იმის მაგალითი, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ. ერთ დროს განდიდებული ამაყი ადამიანი თუ როგორ იქცევა არარაობად და გამკითხველიც და მომხსენიებელიც კი არავინ ჰყავს. არა მარტო ადამიანი, არამედ დიდი ქვეყნები, იმპერიები დღეს აღარ არსებობენ. რითი დაეცა, რატომ დაეცა ბიზანტია, ამხელა იმპერია, ასეთი დიდი სივრცის მქონე, ასეთი დიდი კულტურის, სიძლიერის მატარებელი ქვეყანა და ხალხი. როგორ აღიგავა იგი პირისაგან მიწისა. დღეს საჩვენებლად იმისა, რომ ყველა გაამაყებული ადამიანი, ყველა გაამაყებული ხალხი, ქვეყნები ისე დაიჯებიან, რომ მათ ალაგზე უსჯულო ტომები, მომთაბარე ტომები, ისეთი როგორც დღეს არის განთავსებული ყოფილ ბიზანტიის იმპერიაზე, გაბატონებული თურქთა ტომები დაიპყრობენ მათ ალაგსამყოფელს.
ასევე იმ ადამიანის სულსაც, რომელიც ზესთამბჩენობით, ანუ სიამაყით, ამპარტავნებით არის შეპყრობილი, ეშმაკის ბუდე გახდება. ეშმაკი დაიპყრობს მის სულს და წარწმდება. ეს ფიზიკური განადგურება ადამიანისა სახეა ასევე სულიერი განადგურებისა, რისაც უნდა გვეშინოდეს განსაკუთრებით. სული ჩვენ ვიცით რომ არ კვდება, ხორცი კვდება და ამას კიდევ უნდა შევეგუოთ და ვიცოდეთ რომ ეს მიწიერი ცხოვრება დასრულდება, მაგრამ სული არ კვდება. და ზესთამბჩენი ამაყი ადამიანის სული ყველაზე მეტად ისჯება. ყველაზე უფრო მეტად რაც ზულს და ზაქს უფალს ადამიანში, ეს არის სიამაყე. ამიტომ სიმდაბლით, თავდაპირობით ვებრძოლოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვხდით.